Სპეციფიკა სადია ველოდი და ველოდები კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს ამ რეჟიმისგან, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეჟიმი სანამ ჩვენ მას არ შევეწინააღმდეგებით ისე, როგორც ეს ადეკვატური იქნება ჩვენგან, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაანადგუროს თავისუფალი სიტყვა და გაანადგუროს თავისუფალი აზრი ამ ქვეყანაში. ეს თეატრი არის ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე თეატრი, ყველაზე წარმატებული რეპერტუარით. დათოდოიაშვილი არის ჩვენი სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი. ეს არის რეპრესია, მას არ პატიობენ და ამ თეატრს არ პატიობენ ჩვენი მეგობრის და ჩვენი მსახიობის, ჩვენი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის მიმართ და ზოგადად პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობას, ასევე არ პატიობენ ამ თეატრს იმას, რომ სახელმწიფო თეატრი ასე ვთქვათ, მოქმედებს სახელმწიფოს ინტერესებით. აი თქვენ ახსენეთ ანდრო ჭიჭინაძე მართლაც ვიცი რომ ცოტა საზოგადოებაში რომ თქვენ ახლო მეგობრები ხართ, თქვენ სპექტაკლში თამაშობს, ის ახლა ალბათ ყველაზე მძიმედ უყურებს ტელევიზორს საკანში, რა შეგიძლიათ უთხრათ, ვით შეგიძლიათ გაამხნევოთ, მისთვისაც მძიმეა ალბათ ამ კადრების ყურება თუ უყურებს ის ფორმულა სამწუთას. ანდროს შემილია პირველ რიგში დიდი მოკითხვა და სიყვარული გადავცე. არ უნდა იღებოს მან არაფერზე, უნდა იღებოს რეჟიმმა, იმიტომ რომ როცა ის ძლიერდება წინააღმდეგობაც და ეს ყველაფერი ჩვენ არ გაგვაჩუმებს, არ გაგვწყვეტს, პირიქით ჩვენ ეს გაგვაძლიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხრის ამ უსამართლობის ირგვლივ თავს, ვიხილავთ მალე ანდროს და რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლებს და ვიხილავთ რეჟიმს იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ სანაგვეზე.